საქართველოს მთავრობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით ერთიან სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. აღნიშნული დავალება მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს. პრემიერის დავალებით ყველა უწყებამ უახლოეს მომავალში უნდა წარადგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მათ შორის საგარეო აქტივობების მიმართულებით. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარასი ნიაბაშიძის შეხვედრების ფორმატი არ გაუქმდება. ბატონი ზურაბაშვილი დაბრუნდა დღეს დილით და ჩვენ გვაინტერესებს ალბათ მოვისმინოთ ინფორმაცია იმის თაობას, როგორ წარიმართა თქვენი შეხვედრა ბატონ კარასინთან, ასევე ჩვენ მიმოვიხილავთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. უნებრივი იქნება საუბარი აფხაზეთში განვითარებულ მომენტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება შეიმუშავებს ღონისძიებათა გეგმას საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიმართულებით. მომავალ კვირას ეს გეგმა იქნება უკვე დეტალურად გაწერილი და უკვე მოქმედებაშიც პრინციპში მოყვანილი. გაცემული იქნება განკარგულებები ყველა უწყების, ყველა სამინისტროს მიმართულებით, რომლებმაც უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ეს გულისხმობს როგორც საგარეო აქტივობებს, ისე ასე ვთქვათ, სხვა მიმართულებით აქტივობებს.